ფეჩია. კარგია. ნამსხარი არ მისინჯია. არა, არ მისინჯია სამწუხაროდ ხო. და უნდა სინჯვა აუცილებლად. და ეს შეშას წვა როგორ აქვს? შვენივრად აქვს. ამეტი უფრო ნაკლებს წვავს, ეს ჯერ არ დაგვირება. ნაკლებს, 2 ღერი მაქსიმუმ ცოტა წვრილები 3 ღერი შედის. ეკონომიურად კი ბატონო, შვენიერი ფეჩია. შაშან ჩვენ დუშეთში დავარიგეთ და იქ სოფლებში რო დავდედით, იქაც ძალიან კმაყოფილები იყვნენ, რომ ამ მილებსო დაბერთვაც არ ჭირდება ხშირადო, ძალიან ნაკლებათო და მჭვატლი არ აქვს. თავის ის აქ შეგიძლიათ ეს ჩაკეტოთ და აქედანაც შეიძლება ჩაკეტვა და აი აქედანაც. ხო, იკეტება და დიდხანს მერე დიდხანს იმაშვება. ნაკვერჩხალს ინარჩუნებს. კამპანია აჩუქეს სითბო და გაუფრთხილდი გარემოს, აი ეს თუნდაც აი ეს მესიჯი არის იმდენად მნიშვნელოვანი და როდესაც გავიგე ამის შესახებ პირველივე დღიდან ჩაერთო კომპანია დიო ამ მიმართულებით პარტნიორობაზე, ვერ ვთქვით ნამდვილად უარი და ძალიან დიდ სიამოვნებას გვანიჭებს, როცა ესე მივდივართ ბატონ ზალთან ერთად, რომელიც არის აი ამ პროექტის სულის ჩამდგმელი. ჩვენ თვითონ ისე და დიოს ლოზუნგით არის აჩუქეს სითბო და სიმყუდროვე ყველა ოჯახს და აი ეს კამპანია ერთად ძალიან იდეურად ჩვენია და ასე ვფიქრობ, რომ მინდა წარმატება ვუსურვო, მეტი და მეტი ადამიანი შემოუერთდეს ყოველ წელს ამ პროექტს და უფრო მეტი შესაძლებლობა იყოს სითბო და სიყვარული გქონდეთ ოჯახებს და რა თქმა უნდა გაუფრთხილდეთ გარემოს. შარშან ჩვენ დავარიგეთ ესე ღუმლები დუშეთში, წელს აქ ამოვედით ამ სოფელში, იმიტომ რომ ვიცით რომ მნიშვნელოვანია ესეთი შეშის ღუმელი, თქვენთვის ბიომას ღუმელი და ამიტომ მოვიტანეთ აქ თქვენ. ძალიან როგორ ვთქვათ რა ძველი გვაქვს იმასთან შედარებით ალბათ ნახევარსარწმუნო აქვს რა. რისი მომხრეები ვართ რომ ცოტა შეშა დაიწვას და იგივე შედეგი გქონდეს რომ ტყეზე ზეწოლა შემცირდეს და ამიტომ არა ძალიან დიდი ის აქვს აი გათბობაც ისეთი აქვს აი რაღაცა მიზერული ისჭირდება როგორ ვთქვათ აი კუბომეტრობაში რო განგარიშოთ იმას თუ უნდა 20 ამას დაჭირდება ალბათ 7 კუბომეტრი რა. ვა რა მაგარია ძალიან მაგარია. ნახეთ ორი კომპანია ხო არ ჩვენ და დიო არა ორი მიმართულება ერთი მოხმარება და მეორე წარმოება ხო ეს არის სითბოს წარმოება და დიო რასაც აკეთებს ის არის მოხმარების შემცირდება რომ ჩვენ არ ჭვიდეს და ეს როცა ერთად გაქვს ყველაფერი სასწაული შედეგებია რა როცა ფანჯრები კარგი გაქვს და ფასადი იზოლირებულია და ამ დროს გინდია ძალიან ეს შეგიძლიათ დატოვოთ და მთელი ღამე ძალიან დაბალ აი ძალიან ეკონომიური რამეა რა. აი ნაკვერჩხალი გაქვს ხო ხდები და ანთი. და არის და ღუმელი ეს ტემპერატურაზე უნაშვება რა. და გამოაცხერა მე კი, ძალიან მაგრად. ხაჭაპური რაღაცა ვაუ, გავსინჯავთ მე. მართლა? ვა, გავს მჯავთ. აუცილებლად. კარგია.